რამდენიმე პროგნოზი უნდა შემოგთავაზოთ 2026 წელს რა მოხდება, მაგრამ თავდაპირველად დავიწყებ თქვენის ნებართვით ასე. იცით თქვენ რომ საქართველოში ოპერირებს რამდენიმე ტოტალიზატორი, ყველა ცხადია ვერ ჩამოვასახელებ, მაგალითად აჭარაბეთი, მაგალითად კროკობეთი, მაგალითად კრისტალბეთი და კიდე რაღაც ბეთები არსებობს. მე გულახდილად გეტყვით რომ ადრეულ წლებში მითამაშია სპორტული პროგნოზები გამიკეთებია და უმრავლეს შემთხვევაში დავმარცხებულ ვარ. უხეშად ყოველი 100 დადებული ბილეთიდან მექნება 100 ჯერ მაინც გაკეთებული პროგნოზი ამა თუ იმ თამაშზე ან თამაშებზე დავმარცხებულ ვარ 99 ჯერ. მოკლედ არ მიმართლებს მეთქი, თუმცა არიან ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად თამაშობენ, ყოველდღიურად ერთობიან და გაცილებით იღბლიანები არიან ვიდრე მე. სულ მაინტერესებდა არსებობს თუ არა ჩვენ სინამდვილეში არ არსებობს გასაგებია, მაგრამ სოფლიოში არსებობს თუ არა პოლიტიკური პროგნოზების გაკეთების ვებგვერდი თუ აპლიკაცია და გუშინ მომაწოდეს რომ მითხრეს რომ არსებობს ესეთი ვებგვერდი აპლიკაცია პროგნოზებისა, ქვია პოლი მარკეტი, ტოტალიზატორი, რომელსაც აქვს თავისი ფსონები, ასე ვიტყვი, ან თანხების განთავსება ხდება, ფსონები ნაკლებად ქვია ალბათ. და აქ არის ესეთი განყოფილებები თუ რუბრიკები, ვაჭრობა მაგალითად, ახალი ამბები მაგალითად, პოლიტიკა მაგალითად, სპორტი, რასაკვირველია, კრიპტო, ფინანსები, გეოპოლიტიკა, გამომუშავება, ტექნოლოგიები, კულტურა, სოფლიო, ეკონომიკა, კლიმატი, არჩევნები და ასე შემდეგ. აი შევიჭრიდოთ მაგალითად რაც საინტერესოა ჩვენთვის პოლიტიკურ პროგნოზებზე რა გაისაუბრებთ ამ განყოფილებაში, ქვეგანყოფილებაში, მოდი ასე ვიტყვი და მაგალითად დახოთ აი იქნება თუ არა ტრამპი ესეთი სხვაშორის მითითებულია რა თანხაა განთავსებული მსოფლიოს მასშტაბით ამა თუ იმ პროგნოზზე და მაგალითად იქნება თუ არა ნომინირებული ტრამპი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამას ტრამპს აქვს სულ რაღაც 3%, 140 მილიონამდე თანხაა განთავსებული ამ პროგნოზზე, ხო? დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი 2008 წელს, მაგალითად ალესანდრია ოსარიო კორტესი, მაგალითად, რომელსაც სულ რაღაც 11%-იან, დაბალი პროცენტიან, მაგალითად შაპირო 4%, კამალა ჰარისაც 4%-ია, კამალა ჰარისი რო წამოვაყენონ ეხლა დემოკრატებმა საპრეზიდენტო კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პირწმინდად დამარცხდებიან. ასევე იგივეა რესპუბლიკელებზე, ან რესპუბლიკელებში ლიდერობს JD Vance 30%-ით და მარკო რუბიოს აქვს სულ რაღაც 8%, პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნები მენდესი 48%, ხო და ასე შემდეგ. ისრაელთან დაკავშირებით 31 იანვრამდე განახორციელებს თუ არა ისრაელი 28%-იანი შანსია ამისა, $3 მილიონი დადებული ირანზე საჰაერო თავდასხმას. ხო, აი მაგალითად ტრამპი მოახდენს თუ არა გრენლანდიაში შესვლას, ოკუპაციას არ ვიტყვი თქვენის ნებართვით, 15%-იანი შანსია და $3 მილიონი დადებული ჯამში და ასე შემდეგ. Russia and Ukraine, ხო, სესხლის შეწყვეტა მოხდება თუ არა 3%-იანი შანსია, 31 იანვრამდე 3%-იანი შანსია, ჯამში არის დადებული $9 მილიონი. შემთხვევით შევიჭრით ელონ მასკთან დაკავშირებით რაღაც პროგნოზში და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ აი მაგალითად ხამენეი დატოვებს თუ არა ირანს 9 იანვრამდე 1%-იან ხვალამდე, დღეს 8 იანვარია, 31 იანვრამდე 8%-ია შანსი ამისა. კიდევ არის რაღაცა, ხო, აი მაგალითად 31 მარტამდე 20% არის ამის შანსი. მოკლედ შეგიძლიათ ამ polymarket.com ჩამოიწეროთ და თუ მაინც და მაინც სპორტულ პროგნოზებში ვერ გიმართლებთ, ვერ აკეთეთ სპორტულ პროგნოზებს, აი პოლიტიკური პროგნოზები გააკეთოთ. მე არ ვიცი შეგიძლიათ თუ არა რაღაც ორი პროგნოზი გაკეთება, ერთ
ვიცი ამას რა ქვია, ბილეთში, ხო, ორი პროგნოზის ერთდროულად გაკეთება, გადაბმაო სპორტული პროგნოზებით, ვინც არის დაკავებული, ასე მაგალითად ქართულ ტოტალიზატორებში, ვინც ანთავსებს ხოლმე თანხას, ისინი უმრავლეს შემთხვევაში 2, 3, 5 თუ 17 მატჩს გადააბავენ ხოლმე შეხვედრას, შეჯიბრს და ელოდებიან ხშირ შემთხვევაში ამაოდ რომ გაიმარჯვებენ. მეც თქვენი ნებართვით გავრისკავდა რამდენიმე პოლიტიკურ პროგნოზს გავაკეთებ, პოლიტიკურ პროგნოზს სწორედაც რომ და მაგალითად აი სწორედ აქედან გამომდინარე ვილაპარაკებ იმას, მაგალითად ვილ ხამენეი დატოვებს თუ არა ხსენებული ხამენეი ირანს ეს თარიღები ავიღოთ 9 იანვრამდე 1% აბსოლუტურად ვეთანხმები რომ 1%-ს ვეთანხმები რომ არ დატოვებს 9 იანვრამდე იანვრის 31-მდე 8% და 31 მარტამდე შესაბამისად 20%. მე მგონია რომ ირანის არსებული ხელისუფლება ხამენეისა სრულდება არა მხოლოდ ირანელი ხალხის ძალისხმევით, არამედ სრულდება ამერიკელთა მონაწილეობითაც, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დარჩება გულგრილი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში. საერთოდაც მე მგონია და მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას თითქოს გაცხადებული აქვს, რომ ამერიკა ყველაფერს ვერ გასწვდება, ყველა რეგიონში ვერ იქნება წარმოდგენილი, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს მართლაც შეუძლებელია, არ არის ამოუწურო ხო უმძლავრესი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ მისი რესურსები ამოუწურავი სულაც არ არის, ის ყველა პრობლემას ერთდროულად ვერ მოვაგვარებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან ზოგადად ადმინისტრაციის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ ის კონცენტრირდება უფრო ამერიკისათვის და იმ სივრცეზე, რომელშიც არის ამერიკანო ჩრდილოეთ ამერიკის ან თუნდაც ასე ვიტყვი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სივრცეებზე, ამის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები სადაც ხელი მისწვდება, სადაც ამას მოახერხებს, იქნება და იყოს უფრო მკაცრი, უფრო მკვეთრი და ამერიკის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი. ირანი ამ თვალსაზრისით არ არის მეორე თუ მესამე ხარისხოვანი ქვეყანა, განსაკუთრებით ვენესუელაში ესოდენ წარმატებული ოპერაციის შემდეგ. ვენესუელასთან დაკავშირებით ორ სიტყვას ვიტყვი, პრინციპში ყველა საუბრობს ამ თემაზე და ეს თემა კვლავაც აქტუალურია. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ვენესუელის ოკუპაცია მოახდინა შეერთებულმა შტატებმა, ისევ მარკო რუბიოს დავესესხოთ, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება მანამ, სანამ სტაბილურობა არ დამყარდება და სანამ აბსოლუტურად უზრუნველყოფილი არ იქნება სწორი არჩევნების ჩატარება ვენესუელაში, როცა უკვე შემდგომ არჩევნების შემდგომ ვენესუელის საზოგადოებას, ვენესუელის ამორჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედის. ექსპერტები და მიმოხილველები ამბობენ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეცნობა იქნება თუ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში და ასევე შეცნობა იქნება ისიც თუ მოინდომებს ან თუ მოინდომებს და მოახერხებს მაინც და მაინც მისი მომხრე კანდიდატის გაყვანას ვენესუელის ლიდერად. თავარია ადეკვატური იყოს უკვე შემდგომ სამხრეთ ამერიკული ეს სახელმწიფო, რომელსაც იცით თქვენ, რომ აურაცხელი მარაგები აქვს ნავთობისა, მე მკითხეს რამდენიმე ხნის წინ როგორ გონია ირაკლი, რატომ შევიდა ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაშიო, მე რასაკვირველია დავასახელე ის ნარკოკარტელები, რომლებიც არსებობს, მე დავასახელე და ვთქვი, რომ აი ვენესუელაში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული სასარგებლო წიაღისეული ნავთობის გარდა და რასაკვირველია ვთქვი, რომ ვენესუელაში შესვლის ერთ-ერთი საფუძველი არის ისიც, რომ ვენესუელა აკონტროლებს ამდენ და ამდენ ნავთობმარაგებს, თუმცა მადუროს ხელისუფლების პირობებში რასაკვირველია ეს ყველაფერი არ ხმარდებოდა ვენესუელის საზოგადოებას, ვენესუელის ხალხს და ასე შემდეგ. დაკარგავს თუ არა მესამე და ალბათ ძალიან ძლიერ მოკავშირეს ირანზე ვილაპარაკოთ ისევ, რუსეთი უკვე ახლო აღმოსავლეთში სირია დაკარგა, იცით თქვენ ახლო აღმოსავლეთში, ირან მეორე ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა არის სწორედ ხსენებული ვენესუელა, ანუ რუსეთმა დაკარგა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა რეალურად და
აქ იგითხარით რომ რამდენიმე თვეში არჩევნები გარდაუვალია და დაკარგავს თუ არა ირანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასადისა და მადუროს ამოცანა საკუთარი რეჟიმების შენარჩუნება იყო, ირანის აგრესიული საგარეო პოლიტიკა რუსებისათვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი არის აქ ამ რეგიონში დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანის რესპუბლიკის დამფუძნებელმა აიათოლა ხომეინიმ 99 წელს დატოვა პოლიტიკური ანდერძი, რომელიც შეიცავს ირანის როგორც ისლამური რესპუბლიკის მისიას მსოფლიოში ისლამის გავრცელებაში და ირანი იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ჩვენგან არც თუ მოშორებით 1300-1400 კილომეტრია თბილისიდან ვიდრე თეირანამდე, თუ არ მეშლება და არ მეშლება, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ დამყარდეს ის ხელისუფლება, იქ მოვიდეს ის ხელისუფლება სათავეში, რომელიც კვლავ მიმეორებ. ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, ადეკვატური იქნება. მეორე პროგნოზი, ისი გაკეთებას მინდა, ესე იგი ირანთან დაკავშირებით მე ვაკეთებ ამგვარ პროგნოზს, რომ მიმდინარე წლის, მოდი ასე ვთქვათ, თებერვლის მიწურულამდე ირანში დაემხობა ალის რეჟიმი, აიათოლების რეჟიმი და იქ ალბათ მოხდება რეჟიმ ჩეინჯი, თუმცა ირანი მალევე ვერ დაწყმარდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ზუსტად ან მეტნაკლებად ის მოდელი გამოიყენოს მმართველობისა, რომელსაც იყენებს ის ახლა ვენესუელაში. კავკასიის რეგიონთან მიმართებაში გავაკეთებ თქვენის ნებართვით კიდევ ერთ პროგნოზს. კავკასიაში კიდევ უფრო სუყეთ იქნება წარმოდგენილი შეერთებული შტატები, საქართველოს არ გულისხმობ. კიდევ ერთი ან რამდენიმე შეთანხმება იქნება მიღწეული სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მათ შორის უსაფრთხოების კონტექსტში და უსაფრთხოების კონტექსტში ზანგეზურის ანუ ტრიპის უფრო ზუსტი რომ იყო დერეფანთან მიმართებაში. ეს დერეფანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდასაჭერია და მატებით და მისი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. არ არის გამორიცხული, რომ ჩემი მოსაზრებით, რომ მოდით პროგნოზი გავაკეთოთ მიმდინარე წლის პირობითად მაისის ბოლომდე თუ ივნისის ბოლომდე ავიღოთ. კიდევ ერთხელ პრემიერი ფაშინიანი და პრეზიდენტი ალიევი, მოდის ვიხრი აქვე ვიტყვი, რომ პრემიერი ფაშინიანი გაიმარჯვებს შემდგომ დაგეგმილ არჩევნებში სომხეთში ჩემი პროგნოზით. მოდი ნახოთ მართლა ხო რამდენი პროგნოზი ახდება ჩემი, რომელიღაც ეტაპზე შევაჯამოთ თქვა ერთი წლის თავზე. ამ ვიდეოს აქვს დავასეირებ. ხო? პრემიერი ფაშინიანი გაიმარჯვებს არჩევნებში და მაგალითად წლის შუა პერიოდისთვის, ივნისის ბოლოსთვის პრემიერი ფაშინიანი და პრეზიდენტი ალიევი კიდევ ერთხელ იქნებიან სტუმრები ოვალური კაბინეტისა და კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე უსაფრთხოების კომპონენტზე იმსჯელებენ ამერიკის შეერთებული შტატების ექსტრავაგანტულ, არაორდინალურ, რასაკვირველია, რონალდ რეიგანს თუ რუზველტს რომ ეჯიბრება იმ პრეზიდენტთან და იქნებიან სტუმრები და ამ ტრიპის დერეფნის უსაფრთხოების კომპონენტზე კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება, მეთქი ამის თქმას ცდილობ კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდება. რა მოხდება უკრაინაში? მე აქვე გეტყვით, რომ ჩემი მოსაზრებით 2026 წელს გაგიკვირდება და ომი არ დასრულდება, თუმცა იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთზე უკვე დაწესებულია და იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც დაუწესდება რუსეთი გვარიანად დასუსტება. მე არ დაგიმალავთ, რომ სადღაც უხეშად აპრილის ბოლომდე ველი შეხვედრას პრეზიდენტი ტრამპისა და ჩინეთის ლიდერისა სი ძინპინისა, რომელიც ეს შეხვედრა იქნება ჩემი მოსაზრებით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევს ამ ორი ზემძლავრი სახელმწიფო, ჩინეთი მართლაც ზემძლავრი სახელმწიფო, არავინ უნდა იკამათოს ამასთან დაკავშირებით, ამ ორი ზემძლავრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან, ან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, იცით თქვენ რომ პრინციპში ეთამაშება, კი არა ათამაშებს ჩინეთი რუსეთს, ჩინეთი რომ არ იყოს, ამგვარი პოლიტიკა რომ არ ქონდეს, რუსეთი ეხრახანია დამარცხებული იქნება. ჩინეთზე კი ვთქვი ორი სიტყვა ძვირი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩემი მოსაზრებით სწორედ რომ კოლექტიური დასავლეთის ბრალია, გუშინაც მომიწია დაწერა ამ სტატუსისა, მილწის სიტყვა არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ორი მძიმე სიტყვა ვთქვი ყოფილ პრეზიდენტ ობამაზე და ყოფილ კანცლერ მერკელზე, მათმა პოლიტიკამ 2000
2008 წლის 2009 წლის იანვარში შედის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ობამა და მათმა 8 წლის განმავლობაშია პრეზიდენტი. მათმა პოლიტიკამ დიდწილად განაპირობა ის, რაც მოხდა 2014-ში უკრაინაში, ანუ ყირიმის ანექსია და ვიდრე 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, მათი პოლიტიკის დამსახურება ბჭყალებში ბრალია, უფრო ზუსტი რომ იყო, რომ რუსეთი ასე ამ სიტყვას ვიტყვი გაბლატავდა. 2026 წელს ჩემი მოსაზრებით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დასუსტდება გვარიანად, ომი უკრაინაში არ დასრულდება, უკვე ომის რეალურ დასრულებაზე ჩვენ შეგვიძლია და უკრაინის სასარგებლოდ დასრულებაზე, უკრაინის პირობებით დასრულებაზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ 2026 წლის მიწურულიდან 2027 წლის დასაწყისიდან. მოკლედ, რუსეთი მარცხდება სამხრეთითაც, აქ სხვაშვილი ძალიან საინტერესოა საქართველოს პოზიცია როგორი იქნება. საქართველოსთვისაც მაღალზე მაღალი ალბათობით ეს წელი იქნება გარდამტეხი ან ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნე ივანიშვილის მოცილების წელია ჩემი მოსაზრებით, ოღონდ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ირანის წყალი გადმოგვესხმება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ამგვარი აქციები იქნება თუ არა, მე არ მივესალმები ამგვარ აქციებს, იმიტომ რომ მსხვერპლია იცით თქვენ ირანში, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეიარაღებული დაპირისპირება ხდება ირანის ქუჩებში, კი არა ირანის ქალაქების ქუჩებში, ამიტომ ამის მომხრე არა ვარ, მაგრამ იმის მომხრე კი ვარ, რომ ძალიან დიდი ტალღა აგორდეს ბიზნე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა თვეს ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, ეს იქნება ადრეული გაზაფხული თუ გვიანი შემოდგომა, მაგრამ რატომღაც მგონია და ჩემი პროგნოზი ეს არის, რომ ასეთია, რომ ბიზნე ივანიშვილი ვერ გადააგორებს, ტალღა იქნება უზარმაზარი და ბიზნე ივანიშვილი მორიგ კრიზისს ვერ გადააგორებს და პოლიციელებიც კი, რომლებიც ჩვენ არ მოგწონს, მათი გარკვეული ნაწილი აგიკვირდებათ და გადმოვა ჩვენს მხარეს, ანუ ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე დადგება, რომლებსაც მობეზდათ უკვე დაცვა რეჟიმისა, რომელიც არც არაფერს ეს რეჟიმი თავის მხრივ არაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოსთვის და წესითა და რიგით ეს პოლიციელები, ძალოვანი სამსახურების წარმომადგენელთა ნაწილი, ხა ყველაზე ცხადია, ვერ ისაუბრებ წესითა და რიგით ისინი უკვე ხედავენ ან ხვდებიან დიდ ტალღას, მოკლედ დიდ არ ვიცი რა რაოდენობა თქვა, მაგალითად 200,000-იან ტალღას, როგორც პერმანენტულს, კი არა გაგრძელებულს, ბიზნე ივანიშვილის რეჟიმი ვერ გადააგორებს, ცეცხლს თუ გახსნის, მიიღებს მე არც არ გამოვიწყო ბიზნე ივანიშვილის ხელში, მაგრამ მიიღებს ისეთივე შედეგს, როგორი შედეგიც დადგა მაგალითად იანუკოვიჩისთვის 2014 წლის თებერვალში და ასე იგი 12 წელი გავა, წარმოიდგინეთ ღირსების რევოლუციიდან და ცეცხლს უგახსნის, მიიღებს ისეთივე შედეგს, როგორცაც მიიღებს უკვე უახლოეს პერიოდში მიიღებს ირანის ღევადელი მმართველობა, რომელიც გაიქცევა მეთქი ასე უნდა თქვა. კიდევ ისი პროგნოზირება შეიძლება გრენლანდიასთან დაკავშირებით გეტყვით თუ ნებავთ ისი თქვენ რომ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტმა და პრეზიდენტზეც რომ არ ვილაპარაკოთ მარკო რუბიო პრინციპში დაადასტურეს, ანუ სახელმწიფო მდივანმა დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები ლაპარაკობს იმაზე, რომ დანიასთან და გრენლანდიის, უშუალოდ გრენლანდიის მთავრობასთანაც რომ უნდათ რომ შეისყიდონ გრენლანდია როგორც სივრცე, როგორც კუნძული, როგორც უზარმაზარი კუნძული, ასე ვიტყვი და რატო სჭირდებაო, ბევრი იკითხავს შეერთებულ შტატებს, იმიტომ სჭირდება, იმიტომ კი არა რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ექსპანსიონისტია, ოკუპანტია, როგორც ხშირად ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სოციალურ ქსელში, ძალიან პატივსაცემი ადამიანებიც ამგვარ აქცენტებს სვამენ და აკრიტიკებენ შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას, აგი იმპერიალისტია შეერთებული შტატები. შეერთებულ შტატებში შესანიშნავად ხვდებიან, რომ გრენლანდია აქვს უზარმაზარი პოტენციალი არაერთგან განვითარების, არამედ ბუნებრივი რესურსებისა და რაც საკვირველია მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების, მაგრამ არქტიკისთვისაც მნიშვნელოვანია, არქტიკის ათვისებისთვისაც მნიშვნელოვანია გრენლანდიაში უფრო მსუხეთ წარმოდგენა დასავლეთისა და კონკრეტულად შეერთებული შტატებისა, რომელიც აშკარად დაწინაურებულია ყველა სხვა დასავლურ ქვეყანასთან შორის, მათ შორის ტექნოლოგიების განვითარების კუთხითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ამ კუთხით თუ ვილაპარაკებთ, გრენლანდიის დაპყრობა პირდაპირ მნიშვნელობით ოკუპაცია, მე მგონია რომ წარმოუდგენელია. ტრამპი არ გადადგამს ამგვარ
არადემოკრატიულ, არადასწავლულ თუ გნებავთ ასე ვიტყვი ნაბიჯს. თუმცა ჩემი მოსაზრებით გარკვეული გარიგება დანიის სამეფოსთან, დანიასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით შედგება ის დე იურე ეს გრენლანდია დარჩება რასაკვირველია დანიის შემადგენლობაში, მაგრამ მაგალითად 99 წლით ან რაღაც 199 წლით ვინმე ამის მართლობა ან ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ან უფრო სუყეთ წარმოდგენა შეერთებული შტატებისა იქნება უზრუნველყოფილი რაღაცა ხელშეკრულებით 99% 99 წლიანი ხელშეკრულებით ამერიკის უფრო სუყე მონაწილეობის თაობაზე, უფრო ძლავრი მონაწილეობის თაობაზე, მათ შორის შეერაღებული ძალების უფრო მეტად წარმოდგენის თაობაზე ისი უფლებაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კიდეც და კიდევ უფრო მეტად ექნება ამგვარი შეთანხმების ან გარიგების უბრალოდ ასე ვიტყვი დადების შემთხვევაში ეს შესვლას საჯარისო ფორმირებების შეერთებული შტატებისა ალბათ მაინც არ იზამს პრეზიდენტი ტრამპი რომ ოკუპაცია პირდაპირ როგორც გვესმის ჩვენ ოკუპაცია მოახდინოს გრენლანდიისა არ მესმის იმ ადამიანებისა რომლებიც არ მესმის გულახდილად გეტყვით რომლებიც ამბობენ რომ აგერ აღაიმ პირობითად ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო ამგვარი შესაბამისად ეს ხელფეხს უხსნის რუსეთს რომ სხვაგან სადმე მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოში, უკრაინაში იყოს ისეთივე როგორიც არის როგორც იყო ვენესუელასთან მიმართებაში შეერთებული შტატები. პირველ ყოვლისა არ მესმის მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ არ დაგავიწყეთ რომ რუსეთს არანაირი ანალოგი, არანაირი მაგალითი არ სჭირდება საიმისოდ რომ დაიწყოს ოკუპაცია და აგრესიული პოლიტიკა გააგრძელოს რომელიმე ყოფილი კოლონიის საბჭოთა კავშირის რომელიმე ყოფილი რესპუბლიკის წინააღმდეგ უკრაინა თვალსაჩინოება და არანაირი საფუძველი უკრაინაში შესვლისა რუსეთს რასაკვირველი არ ქონია, არც საქართველოში შემოსვლის საფუძვლები ჰქონოდა, რუსეთმა დაიწყო პირველმა საერთაშორისო მართლწესრიგის, საერთაშორისო წესრიგის მორღვევა, უსაფრთხოების სისტემების მორღვევა და იმ თამაშის წესების მორღვევა, რომლებიც 90-იანი წლებიდან, მოდი, ასე ვიტყვი, ცივი ომის დასრულებიდან დაწესდა, მათ შორის ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და ასე შემდეგ, რამდენი საერთაშორისო ორგანიზაციიდან და რამდენი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გავიდა რუსეთი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ცხადია გვიწყობ პუტინის მმართველობას. ეს ერთი. ამიტომ რუსეთს არ სჭირდებოდა არც კოსოვოს მაგალითი, კოსოვო რომ არ ყოფილიყო, რაღაცა მიზეზუკას იპოვიდა, ხო, საბაბს იპოვიდა რუსეთის საქართველოში შემოსასვლელად. და ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული ეს სპეცოპერაციაც არ არის არაფრის საფუძველთა საფუძველი, თუ მაინც და მაინც უნდა რასაკვირველია პრეზიდენტ ზელენსკის გატაცება და მოსკოვის ციხეში გადაყვანა სცადოს მეთქი 4 წელია რუსეთი ცდილობს უკრაინის და მთელი უკრაინის დაპყრობას და 4 წელია რუსეთს უკრაინის 4%-იც კი არ აქვს აღებული, მე ვამბობ იმ საზღვრებიდან, იმ დასაწყისიდან, რომელიც იყო შექმნილი სტარტაპად უნდა მივიჩნიოთ 2022 წლის 24 თებერვალი. ასე რომ ისევ პროგნოზებს რომ მიუბრუნდეთ, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება დასუსტდება 2026 წელს და უკვე ცვლილებები უშუალოდ რუსეთში ჩემი მოსაზრებით გარდაუვალია 27-ისთვის, 28-თვის, ამაზე ახლა ფსონს არ განვათავსებ ნებართვით, მაგრამ მაინც მოკლედ პუტინის რეჟიმის სუსტება და სუსტება გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც შეერთებული შტატების ლიდერისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრა თუ შედგა საერთოდ და თარიღი დავასახელე მაისი, ხო თუ არ ვცდები? მაგრამ მაისის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ უკრაინის კონტექსტში და არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში ტრამპი ეგრამ მაგის პასუხია და სასიცოცხლოთან რაღაც გიჟურად მოდი ასე ვიტყვი დაინტერესებულია იმით რომ მას ნობელის პრემია მისცემდა ნობელის მსოფლიო მშვიდობის კომიტეტი ნობელის კომიტეტი იძულებული იქნება მეთქი ესე ვიტყვი რომ ტრამპი თუ მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს და უკრაინისთვის სასარგებლოდ მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს ტრამპი კი ან ნობელის კომიტეტი იძულებული იქნება რომ ნობელის პრემია გაიმეტოს თუ გაიმეტა ობამასთვის გაიმეტოს ტრამპისთვისაც ეგრამ მაგის პასუხია ობამამ ნობელის პრემია მიიღო დავსერჩოთ თქვენის ნებართვით როდის ვიხდი როცა მიიღო მაშინ მაგრამ ეს ის ობამა რომლის პრეზიდენტობის დროსაც პრაქტიკულად
უბრძოლველად დაათმობინეს უკრაინას ყირიმი, ნობელის პრემია, მოდის ვიხდი, ეს პრემია. დაათმობინეს ყირიმი და ობამას ეკუთვნოდაო, ვერ გეტყვით. ოდიში 2009 წელს მიიღო, 2009 წელს მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია ბარაკ ობამას. სკანდალური განაწყვეტილება იყო 2009 წლის მარტის თვეა, წარმოიდგინეთ, საქართველოში რუსეთის მორიგი ინტერვენციიდან 7-8 თვეა გასული, ესე იგი აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, მაქსიმუმ 9 თვე. ობამა იღებს განაწყვეტილებას, რომ რეზეტის და რესტარტის ხილაკზე დააჭერინოს თითი ჰილარი კლინტონს, რომელიც შვეიცარიაში კალანტაროვ ლავროვთან ერთად მართლაც ამ რეზეტის ხილაკს აჭერს. ანუ გადატვირთვა ხდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებისა. ფრიად ბედნიერია მოსკოვის პერიოდში, რომ შმას ხახვივით შერჩა. ასე მაგალითად ოკუპაცია, რამატებითი ოკუპაცია საქართველოს რეგიონებისა, ინტერვენცია და ოკუპაცია და უკვე შემდგომ აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისა. და აი ნობელის პრემიას კი ამ პერიოდში იღებს, ასე იგი ამ წლის ბოლოს იღებს, სწორედ რეზეტის პოლიტიკის გამო და რუსეთთან გადატვირთვის გამო იღებს ბარაკ ობამა. მე ეკითხა მაქვს, თუ მას ეკუთვნოდა ნობელის პრემია, რატო არ ეკუთვნის ჩვენში დარჩეს? ეგრა მაგის პასუხია, არ გამიბრაზდეთ ანტი ტრამპისტები დონალდ ტრამპს, რომელიც აქ გითხარით, რომ ეჯიბრება რონალდ რეიგანსას და რეიგანს არ ჰქონდა ნობელის პრემია, თუ არ ვწდები და არ ვწდები ნამდვილად. გადავამოწმოთ თქვენის ნებართვით და დავამთავროთ ეს ვიდეო ბლოგი. ბოდიში, აი ერთ წუთს წაიღებს დაახლოებით. არ ქონდა, მაგრამ მე მაინც ვამოწმებს საკუთარ თავს. არა, რონალდ რეიგანს ნობელის პრემია არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ხშირად იხსენებენ მას სახელს ნობელის კონტექსტში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში. ცივი ომი დაასრულა ტიპმა, პრეზიდენტმა რეიგანმა და ნობელის პრემია ვერ გაიმერეს. ნომინირებული ალბათ იქნებოდა. და ობამამ დაიწყო ისაც დაიწყო ობამასა და მერკელის ბრალია, მეთქი ამის თქმა მინდა. ნახვამდის.